ძალიან კარგი შანსი Spurs. პასი არ გადაწყვიტა დარტყმა არის მიმართულებით და დინამიკაში გამოჩნდა რომ საკმაოდ სახიფათოდ წავიდა ბურთი. განმეორებაზე გვექნება. და ფონიავა საკუთარ თავზე აიღო საბოლოო ჯამში ამ ნამდვილად მცირე მანძილით აცდა კარს. მოულოდნელი დარტყმა. თამაშობენ არ არიან საკუთარ ნახევარზე ჩამწრები ავსტრიელები, მაგრამ აი ჩაჭრებზე რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშეს. Spurs მოთამაშეებმა აკეთდებოდა ძალიან სახიფათო გადაცემა საბოლოო. მაგრამ ნახოთ კუთხურიდან რა გამოუვათ ავსტრიელებს ჩაწოდება საჯარიმოში, 10 და ყველა ბურთს აი ახლა თამაშობენ. კიდევ ერთხელ ჩააბრუნეს საჯარიმოში არეულობა, ლის პასი, მარცხნივ გადმოშალეს კვლავ. შეტევის მიმართულება დარტყმა კარში და 1-0 გაიხსნა ანგარიში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეთ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის მოშორება და ყველაფერმა ამან გამოიწვია ის რომ ფიშერმა მიიღო დასარტყმელ პოზიციაზე ბურთი დაარტყა კიდეც ავსტრიელთა 29 ნომერმა გუნდის კაპიტანმა და გახსნა მერვე წუთზე ანგარიში. იქ საკმაოდ ცუდი ეპიზოდი იყო გოლის გატანის შემდეგ, როდესაც წაქცეულ ქართულ ფეხბურთელთან მივიდა ავსტრიული კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი და რაღაცა შემოუძახა. ნახოთ განმეორებით ამ ეპიზოდსაც ვიხილავ დარწმუნებული ვარ გოლის ეპიზოდის გარდა. ხო, ჯობდა ალბათ რომ როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა ძლიერი დარტყმით გამოგვეტანა, აკი ფიშერმა იდეალურად შეასრულა საბოლოო ჯამში და ვიზეთ საუბრობდი გახლავთ მე-15 ნომერი დრაგოვიჩი, აი გოლის ეპიზოდის შემდეგ თუ გაამეორებენ იმას, როგორც აღნიშნავს დრაგოვიჩი გადანილ გოლს, არ არის ეს ნამდვილად სპორტული საქციელი. ხო, ხალხია, რა საჭიროა ახლა აი ამის გაკეთება? დიან კონჩეტევაზე თან მაღალ ტემპში ფიშერი. აი ახლა გადაიტანა ბურთი უფრო მარჯვნივ ჩაწოდება და თქმა და ხარიხამ გადაგვარჩინა და შემდეგ კუთხურზე ვაგდებთ ბურთს. როგორი შანსი ჰქონდა გუენოუჩეს. გოლის არ გატანა უფრო რთული იყო იმ პოზიციიდან ვიდრე გატანა და მაინც არ გატანა მოახერხა გუენოუჩემ. ჩვენ და სასიხარულო. რა თქმა უნდა. მოხდა ბურთი თითქოს არელო და ალბათ რომ აი პირველ ზღუდეს ფეხბურთელებისა ეს ბურთი გაივლიდა და გაუშვა იდეალური შანსი ხელიდან ახლა მეტოქი გუნდის 21 ნომერი. მელოუნი და ცეცხლაძე მეურვეობენ ერთმანეთს, უფრო ცეცხლაძე მეურვეობს მელოუნის რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ხარიხა ძალიან სახიფათო დაწვდიან კუთხურებს. ბოლოს ბურთი ჩაგუნავას მოხდა და გადავიდა აუტზე კუთხურის და ზოგადად ფლანგებიდან ჩაწოდების მაღალი ბურთის თუ დაბალი გამჭოლი გადაცემის შემთხვევაში სამი ასეთი ეპიზოდი იყო და სამივე ჯერ შეიქმნა ხიფათი Spurs კართან აქ ლიურტყავდა თავით. მანაც ხარიხას გაარტყა. ახალძელისკენ ჩაიწია სარკარია ამატებდა შემდეგ და სწორედ მისი დარტყმული მოხდა ჩაგუნავს. ეხო და გძელდება ავსტრიელთა იერიში. კარგი პასი ძალიან დარტყმა ფუტკარაძე იგერიებს კიდევ ერთი შანსი ესეც მოიგერია. რა ბურთებს იღებს ფუტკარაძე? ერთ შეტევაში ორი როგორი სეივი განახორციელა მელოუნს რა ბურთი აუღო ის მეორე დარტყმა. პრაქტიკულად სარიელ კარში ურტყავდა მელოუნი და დაიბრუნა პოზიცია ჯერ მთლიანად მთელი გუნდით ავსტრია ჩვენს ნახევარზე. გუსლით გაკეთებული პასი, რა კარგი პასი გამოვიდა და ბუტიჩი არ იყო ეს მოთამაშე. ჩი გააძრუნა ბურთი ფიცმა და შემდეგ ძალიან არაზუსტი დარტყმა სარკარიას შესრულებით. მელოუნის დატოვება ჯობდა ალბათ სარკარიას ნაცვლად. ხო, თავიდანვე მანამდე გამოირჩეოდა მელოუნი პირიქით მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდა. პირველ ტაიმშიც ჰქონდა თავის ეპიზოდები და სარკარია აბსოლუტურად გამქრალი იყო, ვერაფერს ვერ გახდა ბუნტურის წინააღმდეგ. 11 მეტრიან სითხოვენ. არ კმაყოფილდება ეს მოთხოვნა და აი აქ უკვე დაინიშნა 11 მეტრიანი ხელზე ხვდება ქართულ ფეხბურთელს. ეს კენჭაძის ეპიზოდი მასაც ხვდება. ხო, დავინახეთ რომ მუშტზე შეეხო ბურთი კენჭაძესთან და კიდევ ერთი დარტყმა ფიცის და აქ უფრო ნაკლებად გამოჩნდა ახლა არჩან. ფუტკარაძის იმედად
კარაძეს ისეთი კარგი სეივები ჰქონდა, რომ იქნება ამ შემთხვევაშიც გადაარჩინოს საკუთარი გუნდი გამორბენი, დარტყმა. შეაგდო. ფიცმა. მაინც გაიტანა თავისი გოლი 36 ნომერი. ძალიან დასან უთხევი გამოიცნო კარაძემ. ფიცმა ყველაფერი კარგად შეასრულა.